მდგრადი მეცხოველეობა. მდგრადი მეცხოველეობა აერთიანებს გარემოს დაცვის სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებს, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება და გაზარდოს წარმოება, გახადოს მეურნეობა მომგებიანი და ამასთან უზრუნველყოს ცხოველთა კეთილდღეობა. მდგრადი მეცხოველეობა ფოკუსირებულია დაბინძურების შემცირებაზე, წყლის დაზოგვასა და სინთეზური ქიმიკატების გამოყენების მინიმუმამდე დაყვანაზე. ისეთი პრაქტიკები, როგორიცაა საძოვრების მართვა, ნაკელის მართვა, მემცენარეობისა და მეცხოველეობის ინტეგრაცია, მნიშვნელოვანია მდგრადობის მისაღწევად. მდგრადი მეცხოველეობის ძირითადი ასპექტებია რესურსების დაზოგვა, წყლის დაზოგვა, სასუქებისა და პესტიციდების გამოყენების შემცირება, ნიადაგის დეგრადაციის მინიმუმამდე დაყვანა. მდგრადი მეცხოველეობა პრიორიტეტს ანიჭებს ცხოველთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, უზრუნველყოფს ცხოველებს საკმარისი საარსებო სივრცით, მათ გარემოზე წვდომასა და ბუნებრივ ქცევას. მდგრად მეცხოველეობას შეუძლია შექმნას მომგებიანი და მდგრადი სასოფლო-სამეურნეო სისტემები. უზრუნველყოს ფერმერებისთვის საარსებო წყარო და წვლილი შეიტანოს ადგილობრივი ეკონომიკის სიცოცხლის უნარიანობაში. მდგრადი პრაქტიკა ხელს უწყობს გარემოს დაცვას, სათბურის გაზების გამოყოფის შემცირებას, ბიომრავალფეროვნებას, ჯანსაღი ეკოსისტემების შენარჩუნებას, სამართლიანობასა და რესურსებზე წვდომას ყველასთვის, ფერმერისთვის, მომხმარებლისთვისა და ადგილობრივი თემისთვის. მდგრადი მეცხოველეობის პრაქტიკა, საძოვრების მართვა, ნაკვეთმორიგეობა, საძოვრების ჯანმრთელობის გაუმჯობესება და მრავალწლიანი ბალახების გამოყენება აუმჯობესებს ნიადაგის ჯანმრთელობას და ამცირებს სინთეზური სასუქების საჭიროებას. ნაკელის სათანადო შენახვა გამოყენება ამცირებს დაბინძურებას, გადაამუშავებს საკვებ ნივთიერებებს, აუმჯობესებს ნიადაგის ნაყოფიერებას. მცენარეული წარმოებისა და მეცხოველეობის ძოვების შერწყმა აუმჯობესებს ნიადაგის ჯანმრთელობას, ამცირებს სინთეზური საშუალებების საჭიროებას და უზრუნველყოფს ფერმერებისთვის შემოსავლის მრავალფეროვან წყაროებს. ბიომრავალფეროვნება, მეცხოველეობის მეურნეობებში და მის გარშემო არსებული ადგილობრივი მცენარეული სახეობების დაცვა და ხელშეწყობა. აუმჯობესებს ეკოსისტემის ჯანმრთელობას და მხარს უჭერს დამტვერავ პოპულაციებს. პირუტყვისა და ფრინველისთვის საკმარისი სივრცის, ბუნებრივი გარემოსა და შესაბამისი მოვლის უზრუნველყოფა აუმჯობესებს ცხოველთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. რობოტები და ხელოვნური ინტელექტი ცვლის მეცხოველეობის გაძღოლის გზებს. იგი აუმჯობესებს მეცხოველეობის ფერმის უკეთ მოვლას. მისი გამოყენებით შესაძლებელია ცხოველთა ჯანმრთელობის მონიტორინგი სენსორების მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს ცხოველთა კეთილდღეობას, პროდუქტიულობის ზრდას, ამასთან ფერმის პროდუქტიულობის მატებას, რაც აისახება ეკონომიკურ შემოსავლებზე და აიოლებს ფერმის გაძღოლას ფერმერის მხრიდან. რობოტები და ხელოვნური ინტელექტი მეცხოველეობაში გამოიყენება რუტინული ამოცანების ავტომატიზაციისთვის. რობოტებით ავტომატიზირებულია კვება, წველა, დახარისხება და დასუფთავება. ავტომატიზირებით მცირდება შრომის ხარჯები და უმჯობესდება ოპერაციული ეფექტურობა. ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე სისტემებს შეუძლიათ რეალურ დროში აკონტროლონ ცხოველების ქცევა, ჯანმრთელობის პარამეტრები და გარემო პირობები. ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მონიტორინგი ხელს უწყობს დაავადება სტრესის ადრეულ გამოვლენასა და პერსონალიზებულ მოვლას. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია მონაცემების ანალიზი, კვების გრაფიკის, წყლის გამოყენებისა და გარემოს კონტროლის ოპტიმიზაციისთვის. რესურსების გამოყენების ოპტიმიზაცია ემსახურება ნარჩენების შემცირებისა და ეფექტურობის გაუმჯობესების მიზანს. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია გენეტიკური მონაცემების ანალიზი სასურველი თვისებების დასადგენად და მოშენების შედეგების პროგნოზისთვის. ცხოველთა მოშენების პროგრამების გაუმჯობესება სელექციონერებს საშუალებას აძლევს განავითარონ უფრო ჯანსაღი და პროდუქტიული მეცხოველეობა. სენსორები, კამერები და მანქანური სწავლების ალგორითმები აგროვებენ და აანალიზებენ მონაცემებს. ზუსტი მეცხოველეობა ხელს უწყობს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებასა და წარმოების მეთოდების ოპტიმიზებას. ფერმერებს შეუძლიათ ფერმის ოპერაციების დისტანციურად მონიტორინგი და კონტროლი სმარტფონებისა და სხვა მოწყობილობების გამოყენებით. მეცხოველეობაში რობოტებისა და ხელოვნური ინტელექტის უპირატესობებია გაზრდილი პროდუქტიულობა და მომგებიანობა. პროცესების ავტომატიზაცია და ოპტიმიზაცია იწვევს წარმოების ზრდას და ხარჯების შემცირებას. რობოტებს შეუძლიათ ადამიანის შრომის ჩანაცვლება სხვადასხვა დავალებებში,
რაც ამცირებს მუშახელის საჭიროებასა და შესაბამისად შრომის ხარჯებს. დაავადებებისა და სტრესის ადრეული გამოვლენა, პერსონალიზებული მოვლა და ოპტიმიზებული გარემო პირობები აუმჯობესებს პირუტყვის კეთილდღეობას. რესურსების ოპტიმიზებული გამოყენება და ნარჩენების შემცირება ხელს უწყობს უფრო მდგრადი მეურნეობის სისტემის ჩამოყალიბებასა და გარემოზე ზემოქმედების შემცირებას. მეცხოველეობაში რობოტების და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მაგალითია რობოტული საწველი სისტემები. ძროხის მოწვევა შეუძლია რობოტს, რომელიც სწავლობს და ესადაგება ძროხის ინდივიდუალურ მახასიათებლებს. შედეგად ვიღებთ წველის ოპტიმიზებულ პროცესს. ავტომატური კვების სისტემების რობოტს შეუძლია პირუტყვისთვის საკვების მიწოდება, მისი ინდივიდუალური საჭიროებისა და მოთხოვნილების შესაბამისად, რაც ამცირებს ნარჩენებსა და აუმჯობესებს ეფექტურობას. სენსორები ხელოვნური ინტელექტის სისტემების ანალიზისთვის აგროვებენ მონაცემებს პირუტყვის ჯანმრთელობის, ქცევისა და გარემო პირობების შესახებ. ციფრული ხედვისა და გამოსახულების ანალიზით, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შესაძლებელია ცხოველთა ქცევის მონიტორინგი, დაავადებების აღმოსაჩენად და გარემო პირობების შესაფასებლად. ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე სისტემები იყენებენ რობოტიზაციას და ციფრულ ხედვას მეფუტკრეობაში, სკების მონიტორინგისა და დისტანციური მკურნალობისათვის. მეცხოველეობაში რობოტებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას თან ახლავს პოტენციური გამოწვევები, კიბერუსაფრთხოების რისკები და დანერგვის საგრძნობლად ძვირი ღირებულება. ხელოვნური ინტელექტის სისტემები დაუცველია კიბერშეტევებისა და ტექნიკური ჩავარდნების მიმართ. რობოტებისა და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების დანერგვისა და მომსახურების ღირებულება ძვირია და შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი მცირე საოჯახო მეურნეობებისთვის. მეცხოველეობაში ეკოლოგიური მიდგომების დანერგვა მრავალ სარგებლობს თავაზობს, მათ შორისაა ცხოველთა კეთილდღეობის და ეკონომიკური სარგებლიანობის და სიცოცხლისდანობის ამაღლება და გარემოსდაცვითი მდგრადობის ამაღლება. მეცხოველეობაში ეკოლოგიური მიდგომების დანერგვის სარგებელი მიიღება ნაკვეთ-მორიგეობითი ძოვების, ინტეგრირებული, შერეული, მეურნეობისა და საფარის კულტურების პრაქტიკიდან. ამგვარი მიდგომები იწვევს პროდუქტიულობის ზრდასა და წარმოების ხარჯის შემცირებას. მეცხოველეობაში ეკოლოგიური მიდგომის დანერგვის უპირატესობის მაგალითია ცხოველის კეთილდღეობის გაუმჯობესება, სტრესის შემცირება. ეკოლოგიური სისტემები, როგორიცაა თავისუფალი საძოვრის სისტემები, მინიმუმამდე ამცირებს ცხოველში სტრესს, რაც მას საშუალებას აძლევს მეტად გამოავლინოს ბუნებრივი ქცევა. ეს სისტემები აუმჯობესებს ცხოველის კეთილდღეობას, მხარს უჭერს ცხოველის ბუნებრივ საჭიროებებს, რისი შედეგია უფრო ჯანმრთელი და კმაყოფილი პირუტყვი. სტრესის შემცირება აუმჯობესებს ცხოველების ჯანმრთელობასა და იმუნიტეტს, პოტენციურად ამცირებს ანტიბიოტიკებითა და სხვა ტიპის მკურნალობის საჭიროებას. გარემოსდაცვითი მდგრადობის გაუმჯობესება, ნიადაგის გაუმჯობესება, რაცაა ნაკვეთ-მორიგეობითი ძოვება და საფარის კულტურები, უკეთეს ხდის ნიადაგის სტრუქტურას, საკვები ნივთიერებების ციკლსა და წყლის ინფილტრაციას. შედეგად გვაძლევს უფრო ჯანსაღ და პროდუქტიულ ნიადაგებს. ეკოლოგიური მიდგომა ამცირებს სინთეზური სასუქების, პესტიციდებისა და ანტიბიოტიკების საჭიროებას. ასევე ამცირებს დაბინძურებას, სათბურის გაზების გამოყოფასა და გარემოზე ზემოქმედებას. მრავალფეროვანი ეკოლოგიური სისტემები ხელს უწყობენ მცენარეთა და ცხოველთა სახეობების უფრო ფართო სპექტრს, აძლიერებენ და გვინარჩუნებენ ბიომრავალფეროვნებას. ჯანსაღი ნიადაგები და მრავალფეროვანი ეკოსისტემები უფრო მდგრადები არიან კლიმატის ცვლილების, გვალვის, წყალდიდობისა და ექსტრემალური ტემპერატურების ზემოქმედების მიმართ. გაზრდილი ეკონომიკური სიცოცხლის უნარიანობა, შემცირებული წარმოების ხარჯები მიიღწევა გარე შეყვანის საჭიროების მინიმიზაციითა და ბუნებრივი რესურსების ეფექტურობის გაუმჯობესებით. ეკოლოგიურ მეურნეობას შეუძლია შეამციროს წარმოების ხარჯები. უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტი, ხორცი, რძე და კვერცხი უმაღლესი კვებითი ხარისხითა და არომატით იწარმოება საძოვარზე გაზრდილი და თავისუფლად მოშენებული ფრინველ ცხოველით. მომხმარებელი სულ უფრო მეტად ეძიებს მდგრად და ეთიკურად წარმოებულ საკვებს, რამაც შეიძლება შექმნას პრემიუმ ბაზარი ეკოლოგიური მეცხოველეობის პროდუქტისთვის და გაზარდოს პროდუქტის საბაზრო ღირებულება. მეცხოველეობის ინტეგრირებამ სხვა საწარმოებთან, როგორიცაა აგრომეტყევეობა ან საფარის კულტურები, შეიძლება შექმნას დამატებითი შემოსავლის ნაკადები ფერმერებისთვის.